დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ. აქტუალური საკითხების შეფასებას კი დღეს დავით დარჩიაშვილთან ერთად დავიწყებთ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. გაცემის მეორე ნაწილში უკვე ლელოს წარმომადგენელი შემოგვერთდება. სასაუბრო თემა კი ბევრია, დაწყებული ირანში მურიგ დაკრძალვაზე დასწრებით, სადაც უკვე მიხეილ ყაველაშვილი იქნება წარმოდგენილი. დაგველოდეთ, დავიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ. უმაღლეს კომისარს საქართველოზე ანგარიშის წარდგენა გასული წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებული რეზოლუციით დაევალა. მედიისთვის დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია. კომისარი ანგარიშის საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ელენე ხოშტარია სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ პოლიტიკოს კლინიკაში სრული დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდება. ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის. შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ქვეყანაში სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დღეს გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. მათივე ცნობით ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა 2 აბიტურიენტმა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ დავით და მადლობა რომ დილამშვიდობის. ბატონ დავით, ტრადიციულად ვახასებთ საკითხებს, რაც სწორედ ახლა მსჯელობის საგანი პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლება მურიგ ჯერზე ჩადის ირანში, ისევ დაკრძალვაზე, ამჯერად უკვე ლიკვიდირებული სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც წინა ჯერზე ირაკლი ყობახიძის ჩასვლისას, ისევ კრიტიკის ქარცეცხლში ხდება ქართული ოცნების გატარება ახლაც, როცა ირანში მიემგზავრება მიხეილ ყაველაშვილი და ვიდრე კითხვას დაგისვავთ, მინდა გაგაცნოთ, რას ამბობს თავად ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაპატიჟებულ სტუმრებზე. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების პატივი არ ექნებათ, რადგან ისინი ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ. ეს არის უწყების განმარტება. აი თუ კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოგიკას გავყვებით, რა ასუხამდე მივდივართ კითხვაზე, ჩვენ რატომ დაგვპატიჟეს? ამ განცხადების მიხედვით თუ შევაფასებთ მოვლენას, მაშინ გამოდის, რომ ყაველაშვილი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ირანის მომხრე იყო აი ამ გლობალურ დაპირისპირებაში დასავლეთთან. ხო, ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის თუ ასეა, მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ არის ერთადერთი პრიზმა, საიდანაც შეიძლება მოვლენები შევაფასოთ. მეორეს მხრივ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რეგიონალური მეზობელია და სამეზობლო ურთიერთობებს განსაკუთრებით აი ამ ასეთ ტიპის რიტუალურ, ცერემონიალურ სფეროში თავისი დატვირთვა აქვს და იქ ჩადიან სომხეთის დელეგაცია, აზერბაიჯანის დელეგაცია, თურქეთის დელეგაცია, მოკლედ სამეზობლო. და ეს სხვას არაფერს არ ნიშნავს. მესამეა უკვე აი ჩვენ მაინც შევხედოთ შიდა პოლიტიკური დინამიკიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც კრიტიკას იმსახურებს ყაველაშვილის ვიზიტი, იმიტომ რომ მართლა რა საბოლოო ჯამში რისი გამომხატველია ეს ყველაფერი. არის ეს რაღაცა სტრატეგიული ორიენტაციის გამომხატველი, თუ წმინდა სამეზობლო რიტუალურ ესე იგი ჩარჩოებში ჯდება, ხო? მთლიანობაში ეს რომ შევაფასოთ, უნდა ვნახოთ ზოგადად სხვა რა ტენდენციები არსებობს კიდე ქართულ-ირანულ ურთიერთობებში და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება იმაზე, რომ ირანი საქართველოს ტერიტორიას იყენებს თავისი ესეთი საკმაოდ ქსენოფობიურ, რადიკალურ ტერორისტული ჯგუფების გასავრცელებლად და ეს არის უზარმაზარი ხიფათი, ამას უყურებენ რა თქმა უნდა დასავლეთიდან ძალიან ესეთი გულისყურით და აი ამ ხრივ საქართველოს ხელისუფლებას რა აქვს სათქმელი, აი ამაზე ბოლომდე მკაფიო პასუხები ჩვენ არ გვაქვს.
ხო, თქვენც ახსენეთ და ზოგადადაც კარგა ხანია, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრი, ისე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, სწორედაც რომ საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ იმის თაობაზე, რომ საქართველოში ირანის გავლენები იზრდება და როგორც ისინი ამბობენ, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქვემო ქართლში, სადაც არაერთხელ აღმოჩნდა რომ დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის შეკრება, მათ შორის რელიგიური რიტუალები, ისე როგორც ადგილი ჰქონდა ტერორისტული სიმბოლოების გამოყენებას. ხო, შესაბამისად ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ჩვენ ამის ყოველდღიურად გვესმის შესაბამისი განცხადებები პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. აი, რატომ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება ირანული გავლენის, აი ამ ქსელის ჩვენს ქვეყანაში გაძლიერებასა და გაფართოებაზე თვალს ხუჭავდეს? აი რას იგებს ქართული ოცნების ხელისუფლება იმით, რომ ირანს ჩვენთან გაძლიერების საშუალებას აძლევს, თუ კი რა თქმა უნდა ეს ასეა, მე ამ შემთხვევაში ვერ ვგრძნობი ინფორმაციის ავტორებს. კაფეო პასუხები ხელისუფლების მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია, უბრალოდ როგორც ყველაფერზე იძახიან, რომ ეს არის ცილისწამება, არაფერი მსგავსი არ ხდება, მაგრამ ასეთი, ასე ვთქვათ, აი იგნორირებები კრიტიკისა, რომელიც სერიოზულ საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობა, ხო? არაფრის მომცემი არ არის. და შესაბამისად ჩვენ შეიძლება საქმე გქონდეს იმასთან, რომ ერთი ეს იყოს ბედოვლათობა, ანუ არსებითად არ ცოდნა პროფესიონალურად იმისა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახური სპეცსამსახურების მხრიდან და აი ასეთი სახიფათო ტენდენციების უკონტროლობა. მეორე აქ შეიძლება იყოს გარკვეული გარიგებაც კი და რაღაცა ასე ვთქვათ ფინანსურ კორუფციული ინტერესი. მესამე იყოს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მათგანს ეს არ ეხება, იყოს გარკვეული თანაგრძნობა ესეთი ფუნდამენტალისტური ძალების მიმართ, რომლებიც არიან ირანშიც და არიან რუსეთშიც და ზოგადად აი დემოკრატიის საწინააღმდეგო ბანაკს წარმოადგენენ, ხო? ხო და რომელია აქედან მართალი თუ სამივე ერთად მუშაობს, ამაზე გვექნება ოდესმე ინფორმაცია, მაგრამ მანამდე ქვეყნის ინტერესები შეიძლება დაზარალდეს. მეორეს მხრივ გასაგებია, რომ იგივე ჩვენ მაჰმადიანურ უმცირესობასთან ურთიერთობები ძალიან დელიკატური უნდა იყოს. მათთვის რელიგიური საკითხიც არის აიათოლების პატივისცემა, ამაზეც დაწერილა სოციალურ ქსელებშიც ბევრი და ესეც გასაგებია, მაგრამ სწორედ სპეცსამსახურების და სახელმწიფოს ინტერესი ის არის, რომ გამიჯნოს ერთმანეთისგან რელიგიის პატივისცემა და სპეცსამსახურების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩვენი ქვეყნისთვის საშიში მუშაობა. ირანთან ქართული ოცნების დღევანდელი ურთიერთობა ძალიან არ მოსწონს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ ერთი კითხვა უკვე ვაშინგტონთან დაკავშირებულ კონტექსტშიც, როცა გუშინ სტუმრებთან, აი სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით, მათი მხრიდან მოვისმენთ შეფასება, რომ საქართველო უკვე გადასულია ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეთა ფრთაში. აი თქვენი პროცესებისადმი თქვენი დაკვირვება პირადად თქვენ რა შეფასების გაკეთების საფუძველს გაძლევთ, იმიტომ რომ აი ირაკლი ყობახიძე გუშინ მთავრობის წევრებთან ერთად მოგეხსენებათ, რომ ამერიკის საელჩოში იმყოფებოდა, ის დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, მეტიც იქ სიტყვით გამოვიდა და როგორც აღნიშნა, სწამთ, რომ დადგა დრო გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მზად ვართ პირდაპირ დიალოგის გზით განსაზღვროთ საერთო პრიორიტეტებიო, ესეც ირაკლი ყობახიძის განცხადებიდან. აი რა უნდა ქართულ ოცნებას თქვენი აზრით, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს? აი რატომ უბრალოდ უნდა შევიტანოთ თუ არა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებსა და გულწრფელობაში ეჭვი, როცა გვეუბნებიან, რომ სურთ ვაშინგტონთან ურთიერთობების თავიდან დაწყება. აი ერთადერთი რაც ნათელია და უაჭველად უნდა ქართულ ოცნებას, ეს არის ძალაუფლებაში დაუსრულებლად ყოფნა. აი ეს უნდა და ამისათვის მზად არის, რომ პრინციპები ცვალოს, იჟონგლიოროს და თუ მას აცლიან ხელისუფლებაში უპრობლემოდ ყოფნას, ყველასთან ითანამშრომლოს, ვინც კი ამაში ხელს შეუწყობს და არის ეს მცდელობები შეერთებულ შტატებთანაც. მე მაინც მგონია, რომ შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ახასიათებს ეს ტრანსაქციულობა
მდგომარეობა, ანუ ქართულად რო ვთარგმნოთ, აი წმინდა კომერციული გარიგებების საფუძველზე პოლიტიკის კეთება, მაინც შეერთებული შტატები, როგორც აი უზარმაზარი მოთამაშე საერთაშორისო სცენაზე არის გარკვეული პრინციპების ღირებულებების მატარებელი და ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც სულ ერთი არ რჩება რა ვითარება არის იმ ქვეყნის შიგნით შიდა პოლიტიკაში, რომელთანაც მას ნორმალური პარტნიორობა შეიძლება ჰქონდეს და ამ შემთხვევაში ის თუ აი რამდენიმე საკითხია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხი გასაცემი და არა ამერიკის ხელისუფლებას. ამიტომ ლამაზი საუბარი იმაზე, რომ მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, საკმარისი არ არის. ამას სჭირდება გარკვეული წინაპირობები, ხო? აი ეს წინაპირობები არის იმის გარკვევა თუ რა ურთიერთობაშია საქართველოს ირანთან და ჩინეთთან, რაც ყველაზე მტკივნეული არის დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაციისათვის და მეორე ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციისათვის არ არის სულ ერთი, როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებებს ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ყველაზე თვალსაჩინო არის აი დამოკიდებულება ეხლა ბოლო დროს რაც ყველაზე ისეთი რეზონანსულია ელენე ხოშტარიას მიმართ, ხო? აი მაგრამ მთლიანობაში ოპონენტების მიმართ აქვთ ოპონენტებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების სრულფასოვნად გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის აქციების ჩატარების იმ ფონზე, როდესაც ტროტუარზე დგომისათვის იჭერენ ზუსტად, რაც არ უნდა სხვა რამე დაარქვან. ვაშინგტონშიც ექნებათ კითხვები ელენე ხოშტარიას, არა სისხლის სამართლის საქმის, არამედ აი მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული პერიპეტიებია ახლა მეგონი ორივეზე ექნება სისხლის სამართლის საქმეზეც, იმიტომ რომ ლელა საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ადამიანს სჯიან ციხით იმისათვის, რომ ბანერზე რაღაცა წააწერა, ხო? ნუ ეს აბსურდია. გასაგებია, რომ ბანერზე წაწერა შეიძლება რაღაცა ტიპის პასუხისგებლობას აყენებდეს და ამისათვის არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ხო? აქ ციხე ნიშნავს ერთადერთს, რომ ყველა ოპონენტი უნდა დაშინდეს, ტერორის ქვეშ იყოს, მაქსიმალურად დაირგუნოს, მათ მიმართ ზომები იყოს არაპროპორციული, ეს კი ნიშნავს სრულიად ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობას და შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ასეთი რეჟიმების მქონე ქვეყნებთან კარგ ურთიერთობაში გასაგებია, მათ აქვთ ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც ავტორიტარიზმის ქვაკუთხედი არის მსოფლიოში, მაგრამ ეს ურთიერთობა არ არის მეგობრული, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტრანსაქციულობა ამაში შეინიშნება და პატარა ქვეყნების მიმართ, ხო, ამის მაგალითი იყო ვენესუელა, ამის მაგალითი იყო ბელორუსი და აი მათ მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, მან შეერთებული შტატები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორი არის ხელისუფლებების ურთიერთობა თავის ოპონენტებთან. და აქ თუ არ იქნა პროგრესი, ხო, რაც ცალსახად საქართველოს ხელისუფლების პასუხისგებლობა, სხვა არავის არა აქვს ბერკეტი ხელში, რომ გამოასწოროს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფონი, კლიმატი, ხო? თუ ეს არ გამოსწორდა, რა გადატვირთვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მე არ მესმის, თუ ახლა ევროპასთან ურთიერთობა ცალკე თემა არის. ბატონო დავით, აი მოდით ახლა ცოტა დრო ოპოზიციურ სპექტრსაც დაუთმოთ და გითხარით, როგორ უნდა პასუხობდნენ უკვე ოპოზიციური ძალები იმას, რასაც ქართული ოცნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აკეთებს. აი რამდენად საკმარისია ანუ ის აქტივობა, რასაც ოპოზიციურ ველზე ვხედავთ და აი პირველ რიგში მოდით ოპოზიციურ ალიანსზე გავაკეთებ აქცენტს გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აერთიანებს ეს ალიანსი 26 მაისის აქცია უბრალოდ ჩვენ ნახეთ ეს იყო პირველი ასე ვთქვათ დიდი აქტივობა ამ ალიანსის, თუმცა მას შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა და ამ გაერთიანებისგან რაიმე ახალ და კონკრეტულ აქტივობას ვერ ხედავთ. შესაბამისად ჩდება კითხვა, ამას უნდა კონდეს ობიექტური გარემოებები და ახსნა თუ, რა ვიცი, მიზეზები სხვა რამეში უნდა ვეძებოთ. ხო, აი გასაგებია რომ ზაფხულია, გასაგებია რომ რაღაცა ობიექტური მიზეზებით შეიძლება არსებობდეს, თუმცა მაინც აი შეუძლია თუ არა ამ გაერთიანებას მეტი ვიდრე აკეთებს. ანუ ქართულ ოცნებას და მის პოლიტიკას ჭირდება თუ არა უფრო ასე ვთქვათ ხისტი დღის წესრიგით პასუხი ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ვიდრე ამას ახლა ვხედავთ. ანუ ოპოზიციური სპექტრიდან თუ არის საჭირო უფრო
ენერგიული ხისტი პასუხები. რა უნდა გაკეთდეს აი ქართული ოცნების იმ პოლიტიკის საპასუხოდ, რასაც მე ახლა ამაზე ნათელი პასუხები მქონოდა, მეც დავრჩებოდი პოლიტიკაში. მაგრამ რთული ვითარება არის. ოპოზიციის მხარეს არის სიმართლე, ძალიან მკაფიო სამხილები არის მათ ხელში, რომ ხელისუფლება არ იქცევა დემოკრატიულად და ოპოზიცია აგრძელებს ამასთან დაპირისპირებას, ხო? კონსტიტუციური მოვალეობა და უფლებაც არის ოპოზიციისა, რომ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ძალიან, ესე ვთქვათ, ენერგიულად ცალსახად. მაგრამ ამისათვის მერე მისი დევნა ხდება. აი გრძელდება ეს სისხლის სამართლის დაუსრულებელი საქმეები, რაც მხოლოდ და მხოლოდ დევნაზე მიუთითებს და მეტი არაფერზე ეს რაღაც საბოტაჟი და ასეთი სიტყვები ძალიან გაავს 30-იანი წლების საბჭოთა ლექსიკას. ხო და მაგრამ მეორეს მხრივ აი რა უნდა აკეთოს დამატებით ოპოზიციამ, ხო ჩანს და განწყობა რჩება ესეთი საზოგადოებაში, მედიაშიც, რომ არ არის ოპოზიცია საუკეთესო ფორმაში. არ არის ძალიან ასე ვთქვათ იმედიანად განწყობილი საზოგადოება მის მიმართ. საზოგადოებაში მძლავრობს აპათია, რომ აი დღევანდელ ვითარებაში აი ეს არის რაც გვაქვს და არ არის მოსალოდნელი რაიმე შეიცვალოს თუ რაღაცა გლობალური ცვლილებები არ მოხდა და იგივე თუ თქვათ შეერთებულმა შტატებმა, ევროპელებმა, უკრაინულმა პროცესებმა რაღაცა თქვათ არ უბიძგა რაღაცისკენ ამ ხელისუფლებას, ხო? შიდა აი დაპირისპირება არ არის საკმარისი და ეს ხელისუფლების ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ნაწილობრივ, მე ვიტყოდი, არამთლიანად, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ვითარებაში არის ოპოზიცია, მას არა აქვს მატერიალური რესურსი, მის წინააღმდეგ არის დევნა, შესაბამისად ზოგი მათგანი იძულებულია დატოვოს ქვეყანა, სხვები არიან პატიმრობაში, ეს ნუ აი რა უნდა გააკეთო ამ ვითარებაში, ესეთი მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა ძალიან გავლენიანი იყოს, ისტორიამ არ იცის ასეთი პრეცედენტები. მაგალითად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ხოცებს დაემსგავსა სიტყვა დიქტატორის გამოყენებასაც ვეღარ ბედავენო გუშინ წინ დაწერა მან სოციალურ ქსელში. აი მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, ხომ არ არის მიხეილ სააკაშვილის ეს პოზიცია გარკვეულწილად მაინც გასაზიარებელი თქო. იმიტომ რომ გასაგებია შემზღუდავი ზომები და გასაგებია შიში, რომელიც შესაძლოა გაჩნდა როგორც რიგით მოქალაქეებში, ისე ოპოზიციურ სპექტრსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში, თუმცა აი მაინც მოსაძებნია თუ არა გამოსავალი იმისთვის, რომ სტრალა ჯერაც ერთი თუ ვინმე შიში გაჩნდა, როდესაც დევნიან ყველანაირ ასე თქვათ რეპრესიების ქვეშ ან რეპრესიების საფრთხის ქვეშ ამყოფებენ, შიში მაინც და მაინც დასაძრახი არ მგონია იყოს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც მას ექმნება სერიოზული საფრთხე, ხო? მაგრამ როგორ ძლევა შიშს რას აკეთებს საბოლოო ჯამში, მიდიხარ ხელისუფლებასთან გარიგებაზე, თუ აგრძელებ დაპირისპირებას და ეძებ უფრო ეფექტიან გზებს. ამ დროს ერთმანეთის დამონათება არ მგონია რომ ყველაზე სწორი გზა იყოს, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, ამაზეც ბევრჯერ ითქვა, ბანალურია უკვე ამაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიციურ სპექტრს გარკვეული კოორდინაცია და ერთმანეთში აი ამ მუდმივი დაპირისპირების შეწყვეტა სჭირდება და არა ის, რომ ესე იგი ყოველი ნაბიჯი უწონონ და უთვალონ ერთმანეთს. აქ რა თქმა უნდა ერთიანი გზა არ აღმოჩნდება, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკა საქართველოში იწყება და მთავრდება ივანიშვილით და სააკაშვილით, არსებობს სხვა ადამიანები, რომლებიც სხვანაირად უყურებენ სისტემურად ინსტიტუტებს, რესურსებს თვლიან და იმას აკვირდებიან თუ რა სეგმენტები არის აუმრჩეველში და ვის როგორ შეიძლება მომხრობა და ნუ აი ახალი პარტიები იქმნება და აი ეს პროცესი ჭრელია, პროცესი აკლია ენერგია, ზოგადად პროცესი აკლია ამ ოპოზიციურ პროცესს კოორდინაცია და ურთიერთგაგება. ხო, აი რამდენად იწყება და მთავრდება პოლიტიკა მიშა ბიძინათი ამაზე რამდენიმე წუთში დაგისვავთ ერთ კითხვას, იმიტომ რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სწორედ შესაბამის კონტექსტში გაკეთებული განცხადება იქცევს ყურადღებას და მათ შორის არის κρიტიკის საკანი იქამდე, რადგან ოპოზიციური ალიანსი ვახსენეთ ერთ კითხვას ნაციონალურ მოძრაობაზეც დავსვავთ, რომელიც ამ ალიანსის ნაწილია, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ცალი ფეხით არის დარჩენილი ამ გაერთიანებაში, აი სააკაშვილის
პარტიაში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები უკვე ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანსს გამოეთიშება. ყოველ შემთხვევაში აი გეტყვით რა თქვა ლევან სანიკიძემ 2 დღის წინ, ყოველთვის ვარ ერთიანობის მომხრე, მაგრამ თუ აღარ არის რესურსი აღმოიფხვრას დაძაბულობა, პოზიცია, რომელსაც პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა ითხოვს, ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ გახდება შეუქცევადი. აი თქვენი აზრით როგორ აისახება ეს კითხვაც მინდა დაგისვათ ნაციონალური მოძრაობის გასვლა ალიანსზე და ამ შემთხვევაში ეს გაერთიანება შეიძლება გახდეს უკეთესი, თუ ნაცების ყოფნა არც კარგი და არც ცუდი კუთხით ახდენდა ამ გაერთიანებაზე რაიმე გავლენას. რა ცალსახა პასუხი არ არის ამაზე ადვილი, ну თუ უბრალოდ ენერგია და რესურსი აღარ ყოფნის ნაციონალურ მოძრაობას რომ დარჩეს ალიანსში, მაშინ უნდა გავიდეს და სადაც უფრო კომფორტულად და წარმატებულად მიაჩნია თავისი მოღვაწეობა, იქ და ისე იმოღვაწეოს. უნებრივია, ну ერთი პასუხია შეიძლება ამაზე იყოს. თუ აღარ შეუძლიათ მათ არ ვიცი, ახლებთან თუ სხვადასხვა სახელები ქვიათ, მოკლედ ალიანსის სხვა ლიდერებთან ურთიერთობა, ну ეკნებათ ეს ურთიერთობა, ზოგადად ოპოზიციური სპექტრი ამითი არ გაძლიერდება ცალსახად, მაგრამ თქვათ შეიძლება ვთქვათ, რომ დაჟეჟილს გატეხილი ჯობია და მერე რაღაცა ახალი კონფიგურაცია წარმოიშობა. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის თავარი მოთამაშეები, აი როგორც გითხარით, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გაკეთებული განცხადება ხდება შეფასების საგანი განცხადება, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კანდიდატი ამბობს სწორედ იმას, რომ პოლიტიკურ ველს ხედავს ასე მიშა და ბიძინა ერთმანეთის პირისპირ, როგორც ჟორჟოლიანი ამტკიცებს, ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი დაგვანახებს, რომ ისევ ფორმაშია და შეუძლია რაღაც ახლის შექმნა თავიდან. ძალიან არ მოეწონათ ეს განცხადება სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, თუმცა თქვენი პოზიცია გითხარით. გადაჭარბებულია ამ ტიპის შეფასებები თუ აი დღევანდელ პოლიტიკურ ველზე რეალურად მართლაც ეს ორი მთავარი მოთამაშე დგას ბიძინა და მიშა? თლათ რეალობას მოკლებული არ არის ეს განცხადება, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერ ფიგურებად მაინც აი ეს ორი პიროვნება ჩანს. ცოტა პარადოქსია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი ხელში არ უჭირავს გარდა თავისი ხარიზმისა და აი ზოგადად მის მომხრეებში პირველ რიგში აი ნაციონალური მოძრაობის წევრებში მას აქვს ესეთი განსაკუთრებული წონა. მაშინ როცა ივანიშვილის მხარეს არის უზარმაზარი რესურსი, მის კონტროლის ქვეშ არის სახელმწიფო ბერკეტები, ძალოვანი სტრუქტურები და აქვს უზარმაზარი პირადი ფულიც და პრინციპში ბიუჯეტის კონტროლიც, საშუალებაც, ხო? და ამიტომ აი ერთ სიფრთხეზე როგორ, მაგრამ ეს სიფრთხეზე ისე რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში პიროვნებების ნებათა ჯახი არის, დაპირისპირება არის და ამხრივ, მაგრამ კარგია ეს თუ ცუდი, ეს უკვე მეორე ამბავია. ჩვენ ეს მოვიწონოთ, ანუ არავინ არაფერი არ აკეთოს ამის გამო და დაჯგუფდეს ამ ორი პიროვნების ირგვლივ, თუ ეს არ არის მაინც და მაინც კარგი და ჯობია სხვა გზებიც ვეძიოთ. აი აქ პასუხი უფრო შეიძლება განსხვავებული იყოს, ვიდრე ეს თქვათ ალბათონ ნანუკას აქვს, თუმცა მასაც არ გამოუხატია ცალსახად, თქვათ ესეთი ვითარება კარგია ქვეყნის განვითარებისთვის თუ არა. მე მგონია, რომ მაინც არის პერიოდი, როდესაც სხვა პოლიტიკურ ძალებს მოეთხოვებათ გარკვეული ალტერნატიული პასუხების მოძიებაც, რომ აი რა უშველის დღეს კრიზისში შესულ ქართულ პოლიტიკურ სხეულს, ხო, ესე რომ თქვენ თვითონ გააქვთ ამ კითხვებზე პასუხი და ესე ვთქვათ, ფორმულა ამის გამზადებული არსებობს? აი რა უშველის პროცესს, რომ გახდეს ის უფრო ენერგიული და უფრო იცით რა, მე მიმაჩნია ლელა, რომ გამომდინარე ჩემი უფრო აკადემიური, ვთქვათ, გამოცდილებიდან, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყველას დიალოგს ყველასთან. მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ხელისუფლების მხრიდან აი იოტის ოდენა ნაბიჯი არ იდგმება, თუ არ ჩავთვლით აი იმედზე და რუსთავზე ზოგჯერ რაღაცა დებატების მაგვარის ორგანიზებას, რომელშიც მეც მიმიღია მონაწილეობა, აი ამის გარდა ნაბიჯი არ იდგმება, სიგნალიც არ არის მოწოდებული, რომ საზოგადოებაში გამთლიანებაზე და კომპრომისებზე ძიების ინტერესი ქონდეს ხელისუფლებას. და ამის გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, ხო? ჩვენ უფრო და უფრო შეიძლება ჩავეფლოთ
დაპირისპირებაში, რომელმაც ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს და ეს სიკეთეს არ მოუტანს არავის. არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას საბოლოო ჯამში და ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. ამის ალტერნატივა დიალოგია, მაგრამ დიალოგს დასცინიან. შარლ მიშელი რაღაცა ანეკდოტურ პერსონაჟად გადააქციეს არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ეს არ არის დამოკიდებულება პოლიტიკისადმი ისეთი, როგორიც თქვათ აიმე აკადემიური სფეროდან მაქვს წარმოდგენილი, რომ უნდა იყოს პოლიტიკა. ერთელი და ბოლო კითხვა. ბატონ დავით, კიდევ ერთ საკითხზე, ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ველზე. ვიქტორ ყიფიანმა დააფუძნა პარტია ჯერ საქართველოს რამდენიმე დღის წინ გაიმართა პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა, რაც შეეხება მის შემადგენლობას არაერთი ცნობილი სახეა სხვათა შორის ამ ძალაში წარმოდგენილი, მათ შორის ყოფილი დიპლომატები და ადამიანები, რომლებსაც აქამდე სხვადასხვა მიმართულების ანალიტიკოსებად ვიცნობთ. რას ფიქრობთ, მარტივად გითხავთ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე და აი წარმატების რა შანსი შეიძლება მას ქონდეს? იცით რა, ვიქტორ ორბანის ყოფილი თანამოაზრე იყო მადიარი, რომელმაც დაამარცხა ბოლოს ვიქტორ ორბანი. ამიტომ ვინ ვიცი რა იყო ოდესღაც ეს მნიშვნელოვანია, ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ახალ პოლიტიკურ ფიგურებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეუძლია ამის გამო რაღაცა პოზიტიური წვლილი შეტანა დღევანდელ ვითარებაში და მე ვუწურებ წარმატებას ამ ახალ პოლიტიკურ ძალას, თუ ისინი მიაღწევენ რამენაირად რაშიც აეხლა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ამის ნიადაგს ხელისუფლების მხრიდან, რომ უკან დაახევინონ ის ავტორიტარული ნაბიჯებზე ხელი ააღებინონ და ამ პოზიციებიდან უკან დაახევინონ, რაც 24 წლიდან დაიწყო განსაკუთრებით, ხო, ეს საკანონმდებლო შეტევებიც და რეპრესიებიც. ოპონენტებზე, არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებზე, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ სფეროზე, მედიაზე, ხო? აი თუ ამ პროცესების შექცევადობაში წვილს შეიტანს ახალი პოლიტიკური ძალა, მაინც არის მოკლედ აი სიტყვა თუ. ხო, ეს ხო რა თქმა უნდა დავეღოთ შედეგებს, ხო? ეს იქნება მათი სერიოზული შენატანი ქვეყანაში ვითარების გამოსწორების საქმეში. კეითი, მადლობა ბატონ დავით სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. დავით დარჩეშვილს დავიმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი შემოგვერდება, ასე რომ დაგვაოდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი ლანა გალდავა შემოგვიერთდა. გამარჯობა კავტოლანა და მადლობა რომ გვესწრაფეთ. მოგესალმებით ყველას ტელემოყურებელს. კატოლანა, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია გადაიყვანეს გუშინ კლინიკა ვივამეთში და მოდით სწორედ მასზე საუბრით გავხსნათ ჩვენი ინტერვიუ, როგორც ხოშტარიას მკურნალი ექიმები აცხადებენ, დაიგეგმა ჩასატარებელი კვლევები, შედგა კონსილიუმი და დაიწყება მკურნალობა იმისთვის, რომ ელენე ხოშტარიას დაავადების პროგრესირება შეჩერდეს. აი რა სიტყვით პოლიტიკოსის თანაგუნდელები, ისე როგორც ოჯახი ამტკიცებს, რომ ხოშტარია დეკემბრიდან მოყოლებული ითხოვდა საჭირო მკურნალობას, თუმცა შესაბამისი სერვისი სახელმწიფოს მხრიდან მთელი ეს თვეები არ მიეწოდებოდა და საბოლოოდ ხელისუფლება მის კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ამბავზე ატყდა ხმაური, ეს არის მათი პოზიცია. აი თქვენ და ლელოს რა გაქვთ სათქმელი ელენე ხოშტარიას შემთხვევაზე, ის პერიპეტიები, რასაც პატიმრობაში მყოფ ამ პოლიტიკოსთან მიმართებაში ვხედავთ, რამდენად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ელენე ხოშტარიას სათანადო ყურადღება არ ექცეობდა. დავიწყებ იქიდან, რომ რა თქმა უნდა თანავუგრძნობ ელენეს როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, როგორც დედას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით სამედიცინო სფეროს ექიმების კვალიფიკაციაში, მაგრამ რადგანაც კონსილიუმი შედგა და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის გადაიყვანათ პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში, ეს რა თქმა უნდა არის შესაბამისი იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებსაც ითხოვს ადამიანის და განსაკუთრებით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა და საგანგაშო ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე ადამიანის უფლებების დაცვა, საპატიმროებში
საგარეშო მყოფი ადამიანის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელიც არის ნამდვილად პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი, ხდება დიდი ბრძოლის შემდეგ იმ ელემენტარული უფლების მიღწევა, რაც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება. რაც შეეხება უშუალოდ ელენე ხოშტარიას მიმართ ბრალდებას, ამ ნაწილშიც არის ძალიან დიდი ბუნდოვანება. პირველ რიგში ის ფაქტი, ის ქმედება, რაც ელენემ ჩაედინა, ანუ მისი გამოხატვის თავისუფლების და პროტესტი და მხარდაჭერის, სხვა ქალის მხარდაჭერის ფარგლებში წარწერის გაკეთება საარჩევნო ბანერზე, აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა საპატიმრო სასჯელს. მაქსიმუმ ეს შეიძლება ყოფილიყო შერაცხული როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისად ყოფილიყო ადეკვატური ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მაგრამ იმის გამო, რომ სწორედ ელენია ხოშტარია, იმის გამო, რომ პოლიტიკოსი ქალია, მოხდა მისი გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ის რაღაც რისკები, რასაც ოჯახის წევრები საუბრობენ. ამიტომაც დასაწყისიდანვე მისი პატიმრობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ის არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და დღის მდგომარეობით მას რომ სათანადო ყურადღება არ მიექცა პენიტენციურ სისტემაში და უკვე აი ამდენი ძალისხმევის შედეგად მოხდა მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ შურისძიება და ზეწოლა გრძელდება. განგრძობადია ეს საქმეები, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, ამ პრობლემის გადაჭრისკენ კი გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ჩვენს ხელისუფლებას და ამჯერად მოუწოდეს ჟენევიდან, სადაც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მორიგის ხტომა გაიმართა. ხტომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას ერთი მხრივ Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა მოუწოდა ქართულ ოცნებას გააუქმეს რეპრესიული კანონმდებლობა, დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები. მეორე მხრივ კი ასევე გუშინ ვიხილეთ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები სწორედ საქართველოს მთავრობის მიმართ. უმაღლესი კომისარიც ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გადახედვას, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას წარადგინოს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და პასუხი გასცეს ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ბრალდებებს, რომლებიც 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის გაეროს ანგარიშებში აღნიშნული. აქ რა უნდა ითქვას? თქვენი ცით კრიტიკულ ანგარიშებსა და მოწოდებებზე რა არის ქართული ოცნების პასუხი? ისინი ამბობენ, რომ ეს შეფასებები მათთვის არაფერს ნიშნავს. აი რამ შეიძლება აიძულოს? ასე კითხავთ, მოდით საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოწოდებები ყურად იყოს. ახალი არაფერი არ უთქვამთ გუშინ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში და გამოქვეყნდა კიდეც უმაღლესი კომისარის რჩევები, რეკომენდაციები და მითითებები რა არის შესასრულებელი. არაფერი არ უთქვამთ ისეთი ახალი, რაც არ გუთქვამს ჩვენ კოალიციას ლეველ ძლიერ საქართველოს, რაც არ უთქვამს თუნდაც საქართველოში ომბუდსმენს თავის ანგარიში, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს. ეხლა ძალიან მძიმეა ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და მთლიანად დაღმავალი დინამიკაა ქვეყანაში. სხვადასხვა საზომით ეს არ არის მხოლოდ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები. აქ ასევე არის ადამიანის უფლებების დარღვევები დაკავების პროცესში, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მანქანებში, დროებითი მოტივების საკნებში, შემდეგ უკვე პენიტენციური დაწესებულების შიგნით. ამავდროულად საუბარი არის რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებაზე, უკან გაწვევაზე. ამავდროულად ჩემთვის ძალიან მძიმე არის, ცალკე არის გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეს არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და პირდაპირ უწერიათ, რომ რა საკითხები უნდა დაისვას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. ის საკითხი, რომ აფხაზეთის მიმართულებით კვლავ არ არის და არ ფუნქციონირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, ეს არის ძალიან მძიმე. რაც აქ მეორე ნაწილში ერგნეთის მოლაპარაკებებში ცხინვალის რეგიონის მხარეს არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ცხინვალის რეგიონში ანექსიური პროცესები უფრო და უფრო მეტად ღრმავდება, ადრეს საუბარი
საუბარი თუ იყო მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის რაღაც ურთიერთობებზე, ახლა უკვე ღრმა ინტეგრაციაზე არის საუბარი და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და განსაკუთრებით აი ეს საკითხები უნდა დაისვას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში თანათავმჯდომარეებთან და უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და ნამდვილად განგაშის ზარია ასატეხი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ქართული ოცნება რას გაითვალისწინებს და რას არა, დღესაც ისინი არიან უმრავლესობაში, ისინი წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლებას, მათ აქვს სრულად ერთპიროვნულად აღებული მმართველობა, ამიტომაც პასუხისმგებლობა სრულად არის მათი. პასუხისმგებლობა ყველაფერზე და ბურთი არის მათ მხარეს. თუ ისინი გადადგამენ რეალურ ნაბიჯებს. დაგისვათ გუშინ მაგალითად პოლიტპატიმრებად მიჩნეული ორი პირი გათავისუფლდა კერძოდ სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუას შეუმცირა პატიმრობა და ის სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს, ისე როგორც იგივე ტიპის გაწყვეტილება იქნა მიღებული მინდია შერვაშიძის შემთხვევაში და გუშინ საღამოს მანაც დატოვა გლდანის საპატიმრო. საუბარია პირებზე, მაყურებლებს რომ გავახსენოთ, რომლებმაც ქართული ოცნების აქტივისტის ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში შეედებოდათ ბრალი, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1 აპრილს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. შესაბამისად, მათ საპატიმროს დატოვება უწევდათ მიმდინარე წლის აგვისტოში, ანუ 2 თვით ადრე გამოუშვეს მარტივად, რომ თქვათ, ინტენსიური დაწესებულებიდან. აი ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოებში სხვა პატიმრების განაჩენებიც შესაძლოა გადაიხედოს და შემსუბუქდეს. ეს რა არის? პატიმრების განაჩენები გადახედვას კი არ საჭიროებენ. პოლიტიკური დევნის საქმეები არის სრულად შესაწყვეტი. ეს ნახევრად გაკეთებული რაღაც საქმეები, რომელსაც ცდილობს ქართული ოცნება მიწეროს თავის თავზე, რომ რაღაც გააკეთეს ამ მიმართულებით, ეს არაფერს არ ცვლის რეალურად მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ადამიანები ქუჩებში იდგნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეკრების თავისუფლების ფარგლებში. კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი გამოხატვის თავისუფლების. ჩვენ არ ვარღვევდით იმ კანონებს, რაც არის ამ ქვეყანაში. ჩვენს მიმართ განხორციელდა ძალადობა. ძალადობა არა მხოლოდ მომიტინგეებზე განხორციელდა ძალადობა თავისუფალი პროფესიების ადამიანებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშუქებდნენ ამ მდგომარეობას. უფრო მეტსაც გეტყვით, არჩევნების დღეს, მაგალითად, პირადად მე ვიყავ წარმოდგენილი მარნეულში და ჩემს წინ თქვენი კოლეგა არხის წარმომადგენელს მის ოპერატორზე პირდაპირ მოხდა ფიზიკური ძალადობა. აი ეს, როდესაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა, როდესაც ვნახეთ, რომ პირდაპირ ეთერში უსასტიკეს ძალადობებზე, ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე შედეგი არ მოხდა, რომლის შესახებაც ყველაფერი იცის და გამოძიებას უნდა დაედო შედეგები, აქ უკვე იქამდე მივდივართ, ეს ყველაფერი არის ფასადური ღონისძიებები, ზედაპირული ღონისძიებებია. გამოძიებას, როდესაც იწყებს ძალოვანი უწყება, ესეც იმ შემთხვევაში თუ გავრცელდა ის კადრების შემთხვევით ვიღაცამ გადაიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ან ისეთი საპროცესო ღონისძიებები განხორციელდება, რაც არის ადეკვატური და შესაბამისი. ჯერ თავიდან ყველაფერი დავიწყოთ, საჭირო არის პრევენციული ღონისძიებების გატარება. საერთოდ არ უნდა მივიდეს საქმე იქამდე, მაგრამ როდესაც საქმე აქამდე მიდის და ამის შემდეგაც გვიანი რეაგირება ხდება და ჩვენ ორი უმძიმესი შემთხვევა ვნახეთ ხო სხვადასხვა ქალაქში თვითონ ძალოვანების მხრიდან ადამიანის უფლებების უსასტიკესი დარღვევის და არაადეკვატური მუხლებით შეფასდა ეს ყველაფერი და გამოძიება არაადეკვატური მუხლებით დაწყო, როდესაც ნამდვილად კონვენციური დანაშაულია, ნამდვილად წამება, ნამდვილად პატივისა და ღირსების შემლახავი საქციელი განხორციელდა. აქ უკვე საუბარი, რომ ქართული ოცნება რეალურად დგას ნაბიჯებს თუ არ დგავს, აქ საუბარი არ უნდა იყოს, მათ შეუძლიათ კონდეთ პოლიტიკური ნება თუ იქნა იმის საშუალება გადადგან ნამდვილად შემხვედრი ნაბიჯები. მათ იციან რა არის ეს შემხვედრი ნაბიჯები. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის საუბრის დაწყება თავისუფალი სამართლიან კონკურენტული არჩევნების შესახებ. ეს არის რეპრესიული და ანტისახელმწიფოებრივი კანონმდებლობის უკან გაწვევა. ეს არის იმ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება, რაც არის სასამართლოებში და სასამართლოებშიც იცით რა ხდება და როგორ ვითარებაში ვართ ჩვენ წარმოდგენილი
წარმომადგენლები, ნახევარი საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსების მიმართ არის დახურული, ჟურნალისტების მიერ გაშუქება ვერ ხდება, მოსამართლეები პროვოცირებას ახდენენ დასაწყისიდანვე პროცესის იმისათვის, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არასასურველი პირები გაუშვან სასამართლო სხდომების დარბაზებიდან იქ, სადაც ღია არის სასამართლო პროცესი, ამიტომაც ეს არის იმდენად დაუბალანსებელი, იმდენად უთანასწორო მდგომარეობა, რომ აქ თუ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა და ეს რეალური ნაბიჯები უნდა იყოს ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებული ნაბიჯები სხვა მხრიდან ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი, რასაც ქართული ოცნებისგან ითხოვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ოპოზიციური სპექტრი, ისე ქვეყნის გარეთ დასავლელი პარტნიორები, იქამდე მართლ პარტიას მისი დღის წესრიგი აქვს და ახლა უკვე ამ კონტექსტში მინდა რომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავალოთ თვალი და გადავალოთ თვალი და ვისაუბროთ მათ შორის ირანში კიდევ ერთ გასვენებაში წასვლაზე, იცით რომ აჟიოტაჟი ახლავს ხელისუფლების გაწყვეტილებას მიხეილ ყაველაშვილი გაუშვან აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, თუმცა როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს ხამენეის დაკრძალვაზე რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერებიც, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებიც იქნებიან წარმოდგენილი, შესაბამისად ხელისუფლებაში სვამენ ასეთ კითხვას, თუ კი შეუძლიათ თეირანში ჩასვლა რეგიონის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება საქართველოს და მის პრეზიდენტს? რა პასუხი გაქვთ? ქართულ ოცნების წევრებმა ალბათ არიციან ძალიან კარგად ისტორია, ურთიერთობები ქვეყნებს შორის და არსებული გეოგრაფია ქვეყნებს შორის. ამიტომაც მათ თუ უფრო მეტი ღრმა ცოდნა ექნებოდათ საერთაშორისო ურთიერთობების და გეოგრაფიის მიმართულებით, ასეთ შეკითხვებს არ დასვამდნენ. რაც შეეხება მათ მიერ გაცხადებულ ასენ ყველაფერს ამბობენ, რომ ეს არის მრავალვექტორული პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომ მათ აქვთ ყველასთან კარგი ურთიერთობა. ვინმე ამბობს, რომ რომელიმე ქვეყანასთან საქართველოსთან კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. ლელო ძლიერ საქართველოს ყოველთვის გამოდის და ამბობს, რომ ყველა ქვეყანასთან არის კარგი, რაც მეტი პარტნიორი გვეყოლება, უკეთესია ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაცვლება სხვა ქვეყნების, ისეთი ქვეყნების პარტნიორობებით, რომლებსაც თვითონ აქვთ დაპირისპირება დასავლურ სამყაროსთან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საშიში. ფაშინიანი თუ ჩადის იქ, ფაშინიანი ჩადის რუბიოსთანაც ის და ურსულა ფონ დერ ლაიენი უზის თავის ქვეყანაში და ამიტომაც ეს შედარება უკვე ასიმეტრიული და არასწორი. ისინი თუ სადმე ჩადიან, მათთან ჩადიან ის ქვეყნები, რომლებიც არიან უდიდესი ქვეყნები და ჩვენ ვხედავთ ხომ ამიერკავკასიის სამეულში, ხოდა აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი, დინამიკა როგორია? დღეს უკვე სომხეთი არის ის ფლაგმანი, რომელიც არის დემოკრატიული პროცესების ფლაგმანი. არავინ არ ამბობს, მაგალითად ძლიერი საქართველოსთან ჩვენი კოალიციიდან, რომ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან. რა თქმა უნდა, დიდი ბაზარია, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გქონდეს, მაგრამ როდესაც გადახედავთ მაგალითად ინვესტიციების მიმართულებას საქართველოში, ვინ არიან მთავარი ხუთეული? პირველი დიდი ბრიტანეთი, მეორე ამერიკის შეერთებული შტატები, მესამე მოდის ნიდერლანდები, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის კუნძულები, შემდეგ მოდის გერმანია და ასე შემდეგ. აი, როდესაც აი ამ შეფასებას აკეთებ და ხედავ, რომ ბრიტანეთთან გაფუჭებულია ურთიერთობები, ევროკავშირის ქვეყნებთან გაფუჭებულია ურთიერთობები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფუჭებული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობები არ არსებობს. ამის ჩანაცვლება შეიძლება იმ ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაცვლებით. იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში როგორც ჩანს, სწორედ აზიურ სივრცეში ეძებენ აი დასავლეთის ალტერნატივას ჩინეთის შემდეგ მაყურებლებს რომ გავახსენოთ საქართველოს უკვე აზიის სხვა ქვეყნებთანაც გეგმავს პარტნიორობის გაღრმავებას, მაგალითად რამდენიმე დღის წინ ყაზახეთთან შევთანხმდით ცენტრალური აზიის ქვეყნები პარტნიორობის გაგრძელებას უბრალოდ ეტაპზე გადასვლაზე ასეთი შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ვიზიტები გახშირდა ცალკეულ აზიურ ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთის გარდა გასულ კვირას ირაკლი ყობახიძე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის იმყოფებოდა, ხოლო დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი ჩამოდის თბილისში. აი, რატომ არ შეიძლება, რამდენად შეიძლება, რა ვიცი, ორივე ინტერპრეტაცია შეიძლება ევროპული სახელმწიფოების აზიური ქვეყნების ჩანაცვლება და რა შეფასება უნდა მივცეთ მაშინ საქართველოს ახალ სამეგობროს?
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი გახლავთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩადებული, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული. შესაბამისად, ეს არის ვალდებულება, რომ ყველა ადამიანი, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ამ ქვეყანაში არსებულ უწყებებზე, პირველ რიგში უნდა მოქმედებდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რა თქმა უნდა, რეგიონული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ჩინეთთან პარტნიორობა, ეს არის საინტერესო ეკონომიკური თვალსაზრისით, არის დიდი ბაზარი, განსაკუთრებით თულმოყვებით ბოლო წლებში გახსნილ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჩვენს ამიერკავკასიის რეგიონში იმ შვიდობას, რომელიც დღეს არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აი ამ ჭრილში და დაკავშირებადობის თვალსაზრისით ხომ, მაშინ რატო არ ხდება ყველაზე დიდი პროექტის, რომელიც არის ფლაგმანი, ხო, სტრატეგიულ პროექტებში, უსაფრთხოების ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შესრულების შექმნის თვალსაზრისით, ანაკლიის მიმართულებით წინსვლა. აი, რატო არ ხდება? არ ხდება, იმიტომ რომ არასწორად ვითარდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველასთან გვინდა პარტნიორობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პარტნიორობიდან შეიძლება გამოდნეს ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორები, რომლებმაც 10 წლეულების განმავლობაში იღვაწეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანას ქონოდა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ეკონომიკური მდგრადობა, განათლება, გაცვლითი პროგრამები, ხალხთა შორისი ურთიერთობები, ეს ქვეყნები იყვნენ ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი და ვხედავთ ხომ ინვესტიციების მიმართულებითაც პირველი დიდი ბრიტანეთია, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგ ნიდერლანდები, შემდეგ მოდის უკვე გერმანია, რომელ მეათეა მე მგონი ჩინეთი. და ხო დიდი ბოდიში, მაგრამ ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციაზე მეტი არის ქართველი ადამიანების გამოწერილი თემუში აპლიკაციით რაღაც პროდუქცია და ამ შემთხვევაში რას ვუყენებთ საპირწონედ? ანის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც ჩინეთთან დაიდო. ის დოკუმენტი არის ასიმეტრიული და მაგ დოკუმენტთან დაკავშირებითაც თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი დეპარტამენტის მიმართულებით ხალხი ამბობდა, რომ მათთვის სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ იქ სხვა მოცემულობაა და თან ისინი არ უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი დევნილების დაბრუნებას. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ქავტონ ლანა, სტუმრობისთვის სამწუხაროდ ამოიწურა დღეისთვის განკუთვნილი ჩვენი დრო, აქ დავასრულოთ. ლანა გალდავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს, დღეს ნესრომი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შეხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მხოლოდ დროებით გამშვიდობებით.